წიქარა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი და ჰყავდათ ერთი პატარა ბიჭი. დედმამა ბიჭს სამწყესურში გზავნიდა და თვითონ მინდორში მუშაობდა. წლის საერთაშორისოში სამივე ერთმანეთს ეხმარებოდა და ტკბილ და უსაყვედურო ლუკმას ჭამდნენ. მაგრამ ერთ უბედურ დღეს მათი ოჯახის სიმყუდროვე დაირღვა. დედა მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. წლის თავზე მამამ სხვა ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და კუდიანი დედაკაცი გამოდგა და გერს მოსვლის დღიდანვე მოსისხლე მტრად მოეკიდა. ლანძღავდა, სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. წავიდოდა თუ არა მამა მინდორში სამუშაოდ, იმავ წამს ლოგინში მიუხტებოდა, ცემატყებით წამოაგდებდა და მშიერ მწყურვალსა და უსაგზლოს სამწყესურში გააგდებდა. ბიჭს ნახევში ერთი წითელი ხარი ერია. ხარს სახელად წიქარა ერქვა. ხარი გრძნეული იყო და ბიჭის გასაჭირს კარგად ხედავდა. რქიდან ღალას იღებდა და მშიერ ბიჭს იმით ასაზრდოებდა. ბიჭსაც ძალიან უყვარდა თავისი უტყვი მეგობარი. ნოყიერ ბალახს უზიდავდა, აბანავებდა და ჩრდილში ასვენებდა. დედინაცოლმა შეიტყო ხარისა და ბიჭის მეგობრობის ამბავი და უარესად გაანჩხლდა. მიხვდა რომ გერთან ვერაფერს გახდებოდა, სანამ მას გვერდით წიქარა ჰყავდა და ხარის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მოიავადმყოფა თავი, ლოგინში ჩაწვა და ქმარს კუნესა გმინვით დახვდა. კუდები და მიშველეო. რა მოგარჩენს? კითხა ქმარმა ცოლს. წიქარას გულღვიძლის მეტი, არაფერი მიშველის. თუ დაკლავ, გულღვიძლს ამოაცლი და მაჭმე, მოვრჩები, თუ არა და მოვკვდები. დაღონდა კაცი ძალიან. აბავის ემეტება თავისი მარჩენალი დასაკლავად, მაგრამ რა უნდა ექნა, როცა ცოლი ლოგინიდან აღარ დგებოდა და კუნესა გმინვას უფრო უმატებდა. ჯანდაბას რაც იქნება იქნებაო, თქვა კაცმა, გადმოიღო დიდი დანა და დაუწყო ლესვა. ბიჭმა ეს დაინახა და მამას ჰკითხა. მამი, რა დგინდა ეგ დანა? რა დალესავ? წიქარა უნდა დავკლა. ამოიოხრა მამამ. ბიჭს თავზარი დაეცა. მაშინვე ბაქში შევარდა, მოიხვია წიქარას ყელზე და ხმამაღლა აქვითინდა. რატომ ტირი, ჩემო პატარა მეგობარო? კითხა წიქარამ ბიჭს. მამა ჩემი დაკლას გიპირებს და იმიტომ. მაშ ნუ გააყუნებ, ახლავე აიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი, ერთი მათარა წყალი, შემაჯექ ზურგზე და გავიქცეთ. შევარდა ბიჭი შინ, გამოიტანა ყველაფერი და მივიდა ისევ წიქარასთან. წიქარამ შეისვა ზურგზე და გააქროლა. მამამ დანა გალესა, მაგრამ ბაქში წიქარა აღარ დახვდა. აღარც ბიჭი ჩანდა სადმე. დიდხანს ეძება, მაგრამ ბიჭისა და წიქარას ასავალ-დასავალისა ვეღარაფერი გაიგო. შევიდა შინ და ლოგინში მწოლიარე ცოლს უთხრა. დანა მზად მაქვს, მაგრამ წიქარა აღარსად ჩანს და ბიჭიც დაკარგულა. დედინაცვალი კუდიანი იყო და ყველაფერს მიხვდა. მაშინვე ლოგინიდან წამოხდა და კარში გავარდა. ძისკენ ზურგშექცევით დადგა, სამჯერ უკუღმა გადაიწერა პირჯვარი და რაღაც ჩაიბოტბოდა. ერთი ჯადოქარი ტახი ჰყავდა და იმას მოუხმო. ტახი ქშენითა და კბილების ლესვით მოვარდა და ჰკითხა. რა სიბრძანებ, რით გემსახუროთ? ახლავე გაქანდი, დაეწიე წიქარას, გაფატრე და გულღვიძლი ამوارიდე. სიტყვა გრძელი, საქმე მოკლე. შესძახა ტახმა, გაკრა ეშვი და გაეკიდა წიქარასა და ბიჭს. მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს და უკან ეშვებდალესილი ტახი მისდევს. ეტყვის წიქარა ბიჭს. აბა მიიხედე, უკან ხომ არაფერი მოჩანს. მოიხედა ბიჭმა და წიქარას უთხრა. შორს, როზისტოვად რაღაც მოსჩანს. ეგ ტახია, სიკვდილი გვიახლოვდება, გადაღვარე მათარა. გადაღვარა ბიჭმა მათარა და გაჩნდა საშინელი ზღვა. ღელა ზღვა, თისოდენა ტალღებს იფაფრავს და ყველაფერს წალეკვას უქადის, მაგრამ ტახი არ ადაგდებს ტალღების ცემას. მიაპობს და მიაპობს ზვირთებს და მიცურავს წიქარას კი. ცურვაში საკმაოდ დრო გავიდა. ამ ხნის მანძილზე წიქარამ და ბიჭმა კარგა გრძელი მანძილი გაირბინეს, მაგრამ ტახი მაინც წამოეწიათ. კიდევ უთხრა წიქარამ ბიჭს. უკან მიიხედე, ხო არაფერი მოჩანს. როზისტოვად რაღაც მოჩანს. უთხრა ბიჭმა. ისევ წამოგვეწია ეგ წყეული, სავარცხელი გადააგდე. გადააგდო ბიჭმა სავარცხელი და უცბად ისეთი ხშირი ტყე აიყარა, რომ შიგ თაგვიც ვერ გაძვრებოდა.
კაფავს ტახი ტყეს ეშვებით. აწვენს ხეს ხეზე და მიიწევს წინ. როგორც იქნა გაკაფა ტყე, გავიდა ნაპირში და უფრო გაშმაგებით გაეკიდა. წიქარა სულს არ ითქვამს, მიქრის და მიაქროლებს ბიჭს. კარგამანძილი რომ გაირბინა, კიდევ უთხრა ბიჭს. მიიხედე უკან, ხომ არ გამოჩნდა ის ჯადოქარი? ბიჭმა მიიხედა და შორს ისევ ბუზის ტოლა წერტილი დაინახა. წიქარამ უთხრა სალესავი გადააგდეო. გადააგდო ბიჭმა სალესავი და აღიმართა პიტალო კლდე. მიადგა ღორი ამ კლდეს და დაიწყო საფეხურების გამოჭრა. ჭრის ტახი საფეხურებს, გააქვს ეშვებს ღრჭიალი და მიიწევს ზევით. გაჭრა უკანასკნელი საფეხურით, ის არის უნდა გადავიდეს კლდეს, რომ უცბად ფეხი დაუსხლდა და უფსკრულში ჩაილეწა. გადარჩენილი ბიჭი და წიქარა გავიდნენ ერთ ტრიალ მინდორზე. მინდორში ერთი ისეთი მაღალი ალვის ხე იდგა, რომ კაცი თვალს ვერ შეაწუდენდა. შესვა ბიჭი წიქარამ ხეზე. მისცა ორი სალამური, ერთი სალხინო და მეორე სამწუხრო და უთხრა. მე ახლა საძოვარზე წავალ და თავს იმით ვირჩენ. შენ კი სალხინო სალამური დაუკარი და საჭმელს სასმელი ულევად გექნება. ხოლო თუ რამე გაგიჭირდეს, მაშინვე სამწუხარო სალამური დაუკარი და იმავ წამს შენთან გავჩნდები. გამოეთხოვა წიქარა ბიჭს და წავიდა. დარჩა ბიჭი ალვის ხეზე. დაუკრავ სალხინო სალამურს და მთელი მიდამო აცეკვდება. ხეები, ბუჩქები, ბალახი ყველა ერთნაირად ამღერდება და ბიჭს ნაირ-ნაირი საჭმელებით გაწყობილი სუფრა გაეშლება. ცხოვრობს ასე ბიჭი უდარდელად და ლაღად, მაგრამ საუბედუროდ ხინსა და გართობას ხიფათიც განუშორებლად თან ახლავს. ერთხელ ერთმა მეცხვარემ მინდორში ცხვარი შემორეგა. გაიგონა სალამურის ხმა და ძალიან მოეწონა. მიჰყვა ხმას, მიჰყვა და ალვის ხეს მიადგა. აიხედა მაღლა და დაინახა. ბიჭი სალამურს უკრავს და თან ნუგბარ საჭმელს შეექცევა. სალამურის ხმაზე ჭრელ-ჭრელა ჩიტუნებისა და პეპლების გუნდი თავს დასტრიალებს. მეცხვარის შურით აევსო გული. სალამურის ხელში ჩაგდება მოინდომა და ბიჭს ასძახა. ჩამოდი ერთი ძირს და მაჩვენე შენი სალამური. მინდა გავიკო, რისგან არის გაკეთებული. ბიჭმა ჯერ ჩასვლა დააპირა, მაგრამ უცბად წიქარას ნათქვამი გაახსენდა. არამც და არამც ძირს არ ჩახვიდე და არც სალამური აჩვენო ვინმესო და მეცხვარის ჩამოსძახა. ვერ ჩამოვალ და ვერც სალამურს გაჩვენებ. მეცხვარეს უფრო გაუძლიერდა შური. შენ თუ ოინი არ გიყო, რაღა კაცი ყოფილვარ. ჩაილაპარაკა ჩუმად და ხელმწიფესთან წავიდა. შევიდა სასახლეში და მოახსენა. დიდებულო ხელმწიფო, თქვენ სამფლობელოში, ალვის ხეზე, ერთი ბიჭი ზის და ისეთი სალამური აქვს, რომ იმის ხმაზე მთელი ტყე, ბალახი და ნადირ ფრინველი ცეკვავს. ვინ მისცა ნება, რომ თქვენს დავკითხავთ, ასეთ ჯადო საქმეს აკეთებს? ის ხელმწიფე დიდი ვერაგი კაცი იყო და ხინსა და მხიარულებას ვერ იტანდა. მაშინვე დაიბარა ნაზირვეზირები და უბრძანა. წადით და ის ბიჭი თავი სალამურიანად აქ მომგვარეთ. ვუჩვენებ, როგორ უნდა უნებართვოთ სალამურის დაკვრაო. წავიდნენ ნაზირვეზირები, მიადგნენ ალვის ხეს, მაგრამ ბიჭმა მათაც უარი უთხრა, არ ჩამოვალო. რაქნან ვეზირებმა, ზედ ვერავლენ, ხეგლუვია და ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს. მოჭრან კიდევ და ბიჭი დაიღუპება. დაბრუნდნენ უკან ხელცარიელები და ხელმწიფეს უთხრეს. იმ ბიჭის ცოცხლად შეპყრობა ყოვლად შეუძლებელიაო. ხელმწიფე უფრო განრისხდა და ბრძანა. ვინც იმ ბიჭს ალვის ხიდან ჩამოსვამს და სასახლეში მომიყვანს, დიდძალ ოქრო ვერცხლს ვაჩუქებ. გაიგო ეს ერთმა კუდიანმა დედაბერმა. მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა. დიდო ხელმწიფევ, იმ ბიჭს მე მოგიყვანთ. ოღონდ თქვენ ერთი თხა და ერთი სადგისი მიბოძეთ. აბა ერთი თხა და ერთი სადგისი ხელმწიფეს რას გაუჭირდებოდა, მისცა მაშინვე და გაგზავნა. წაიყვანა დედაბერმა თხა და მიიყვანა ალვის ხის ძირას. ბიჭს აინუნშიაც არ მოსდის. ზის ალვის ხეზე უკრავ სალხინო სალამურს და თავზე პეპლებისა და ჩიტების გუნდი დაფარფატებს. დედაბერმა ამოიღო სადგისი და დაუწყო თხას ჩხვლედა. გააბა თხამ ბღავილი. გაიგონა ბიჭმა თხის კიკინი და დედაბერს ჩამოსძახა. რა შვები ბებიავ, მაგ თხას რა დაჩხავლებ? დააკლა მინდა შვილო და ვერ მომიხერხებია. დედა შვილობა მიყავი სიკეთე, ცოტა ხანს ჩამოდი, ეს თხა დამაკლევინე და ისე ვადი. გაბრიყდა ბიჭი. იფიქრა, ამ დედაბერს რა ღალატი უნდა ედოს გულშიო და ძირს ჩამოვიდა. საბედნიეროდ სალამურები ხეზე დატოვა. დაუკლა დედაბერს თხა და ის იყო ისევ ხეზე უნდა ასულიყო, რომ
დედაბერმა ძილქუშისა შეულოცა და დააძინა. მერე აიყვანა მძინარე ხელში და მიჰგვარა ხელმწიფეს. ხელმწიფემ ბრძანა ახლავე 9 კლიტულში დაამწუდიეთო და კარისკაცებმაც ბიჭს 9 კლიტულში უკრეს თავი. როდის გამოიღვიძა ბიჭს და ხედავს დატყვევებულია. მოაგონდა ყველაფერი, მიხვდა რომ ეს საქმე დედაბერმა მოუწყო და მწარე დატირდა. ტირილით რომ გული იჯერა, რკინის რიკულებიან ფანჯარასთან დაჯდა და ლაჟვარდოვან ცას მიაშტერდა. ამ დროს ცაზე ყვავმა გადაიფრინა. დაინახა ბიჭმა და ასძახა. ყვავო, შენ სამზესა, შენი წყვილი შვილის მზესა, მინდორში რომ ალვის ხედგას, ლაჟვარდ ცას რომ უწუდენს წვერსა, იქ სალამურები დამრჩა, გზას არ აგთხოვ შორს და ძნელსა, წადი და აქ მომიტანე, დავიფიცავ შენ სამზესა. გახსოვს მე რომ ლეჩზე ვიჯექი და შენ ქვების როლა დამიწყე? ჩამოჩხავლა მაღლიდან ყვავმა და გაფრინდა. ბიჭ თავისი დანაშაული მოაგონდა და მწარე დინანა. გავიდა ცოტა ხანი და ცაში ახლა ბეღურა გამოჩნდა. შეხედა ბიჭმა და ასძახა. ჩიტო, შენ სამზესა, შენი წყვილი შვილის მზესა, მინდორში რომ ალვის ხედგას, ლაჟვარდ ცას რომ უწუდენს წვერსა, იქ სალამურები დამრჩა, გზას არ აგთხოვ შორს და ძნელსა, წადი და აქ მომიტანე, დავიფიცავ შენ სამზესა. გახსოვს? შენ რომ მახეს მიგებდი და ბუდეს მიშლიდი, ახლა არც მეგიშველი. ჩამოუჟღურტულა ბეღურამ და გაფრინდა ისიც თავისი გზით. ბიჭს ეს დანაშაულიც მოაგონდა და უფრო მწარე დინანა. მერე შეხედა ზეცას და დაიფიცა. თუ აქედან მშვიდობით გადავრჩი, ნადირ ფრინველთა მოდგმას ჩემს დღეში აღარაფერს დავუშავებო. ამ დროს ჩამოიფრინა მერცხალმა. ბიჭმა ხელები მუდარით გაიშვირა და შესტირა. საით მიფრინავ მერცხალო, გულთეთრო, სუბუქბრთიანო, მინდორში იცი ალვის ხე, ცივი წყარონი ცდიანო, პეპლებიც იქას ხდებიან, ტურფად ჭრელ ფრთებს აშლიანო, შეიყრებიან ჩიტები, სიმღერით დატკბებიანო, წიქარაც იმათთან მოვა, იქ დაინახავ ღვთიანო, სალამურებიც იქ არის, უჩემოდ დალპებიანო, გაფრინდი, აქ მომიტანე, დიდხანს არ დამაგვიანო. მერცხალმა უთხრა, შენგან მეც ბევრჯერ მახსოვს წენა, მაგრამ რა კი მოინანიე და ფიცი დადე რომ ნადირ ფრინველთა მიერიდან აღარაფერს დაუშავებ, მეც გაპატიებ და სალამურებსაც მოგიტანო. გაფრინდა მერცხალი და სალამურები მოუტანა. ბიჭი ცას ეწია სიხარულით. თვალებიდან ცრემლიც კი გადმოსცვივდა. მერცხალს მადლობა გადაუხადა და საჭირვარამო სალამურს ჩაჰბერა. გაიგონა წიქარამ საჭირვარამო სალამურის ხმა და მაშინვე ბიჭის დასახმარებლად გაეშურა. გააფთრებული ეცა 9 კლიტულს და დაუწყო რქებით მტვრევა. 8 კარი უნებლად შეამტვრია. მე-9 კარზე კი ცალი რქა მოსტყდა. დაღონდა წიქარა. დაღონდა უფრო იმიტომ, რომ ცალი რქით კარებს ვეღარ შეამტვრევდა და მეგობარს ვერ გამოიხსნიდა. უცბად ნანგრევებიდან თაგვი გამოძვრა და წიქარას კითხა. იქა რო გაგიმთელო, სანაცვლოდ სიცოცხლის დათმობ? ოღონდ რქა გამიმთელე, ჩემი პატარა მეგობარი გამომახსნევინე და მერე რაც გინდოდეს, ის მიყავი. გაიქცა თაგვი, მოიტანა რაღაც ბალახი. მიუსმოუსვა წიქარას მოტეხილ რქაზე და გაუმრთელა. წიქარა დაეწგერა მე-9 კარს და შელეწა. შევარდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე და გააქროლა. მივიდნენ ბიჭი და წიქარა ისევ ალვის ხესთან და დიდი ხნის უნახავებმა დაიწყეს ერთმანეთის ხვევნა კოცნა. სად იყო და სად არა, თაგვიც იქ გაჩნდა და წიქარას უთხრა. ხომ შეგისრულე დანაპირები. ახლა შენიჯერია. მოემზადე. უნდა დაგკლა და შეგჭამო. წიქარამ კისერი მორჩილად გადაუგდო და უპასუხა. მართალი ხარ. აჰა, ჩემი კისერი და შენი ხმალი, დამყარი და შემჭამე. ბიჭს ტირილი აუტყდა. დაიჩოქა და თაგუნა შეეხვეწა. ოღონდ წიქარას ნურაფერს ავნებ და ისევ მე მომკალი. კარგი, რახანასე გინდათ? შენ მოკლავ, ჩემთვის სულ ერთია. უთხრა თაგვმა და ბიჭის დაკლა დააპირა. ახლა წიქარამ შესტირა. განა იმიტომ გამოვიხსენით ყვეობიდან, რომ ახლა სასიკვდილოდ გავიმეტო. პირობა მე მოგეცი და მოკლითაც მე უნდა მომკლა. თაგვმა უყურა და ბოლოს უთხრა. არა, თქვენ ისეთი მეგობრები ყოფილხართ, რომ თქვენი გააყარა არას გზით არ შეიძლება. იცოცხლეთ, მარად და ერთი მეორე გაახარეთ. მერე თავი დაუკრა და გაუჩინარდა. გაიხარეს მეგობრებმა. წიქარამ ბიჭის ზურგზე შეისვა და გააქროლა სხვა ადგილას, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც ბოროტი ხელმწიფე. შესვა იქაც ალვის ხეზე, მისცა სალამურები და თვითონ ისევ საბალახოდ წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის.
უკრავს ალხინო სალამურს და თვითონაც ხარობს და ნადირ ფრინველსაც ახარებს, ხოლო როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირო არამო სალამურს და წიქარაც უმალვე მასთან გაჩნდება. ეხვევიან ერთმანეთს, კოცნიან და ღმერთს მადლობას წირავენ, რომ მოროთ ადამიანებს სამუდამოდ მოშორდნენ. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ქვილი აქა.